გამარჯობათ მეგობრებო, როგორც ხედავთ უკვე ყალიბი მზად აგვაქვს, ამოვიღეთ 2024 წლის 13 მაისს ავიღეთ ყალიბი, ესე იგი დავასხით აი ამ მთლიანად ჩვენ ძლევით წმინდა გიორგის პლასტელის ნამუშევარს, ეს ყალიბი უკვე მზად აგვაქვს. დღეს არის 2024 წლის 19 მაისი, ხემდე მომდა გაშრობას ძალიან კარგად არის გამშრალი, მყარი არის, როგორც წინა ვიდეოებში გაგაჩვენეთ. ეხლა ჩემი თხოვნა არის, რომ აი ეს ხატი ზუსტად, რომლის ყალებიცაც ჩვენ შევასრულეთ, ამდენზე არის მოყვანილი უკვე. ესეც ეს მასალას და ისიც მე თვითონ იმას ავქენი ხა პლასტელინშიდაც გახსოვთ რომ გამოვძეწე თითქმის 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა ზეწვა უამრავჯერ ავად ვიყავი რაღაცა ხელი შემეშალა და რაღაცა, მაგრამ მაინც გადავლახეთ ეს წინაღობები და აი აქამდე მოვედით, სუფთად გვაქვს ეს ყალიბი. მე ავიღებთ ამას უკვე ჩავასხამთ თაბაშის და თაბაშიში გამზადებული გვექნება, აი გამზადებული ის როცა გვექნება უკვე თაბაშიში ძლევის წმინდა გიორგის ხატი, მე უნდა გადავიტანოთ ბრინჯაოში. აი ბრინჯაოში ჩემი თხოვნა არის და სურვილი არის და სასურველია და კარგი იქნება რომ ჩემმა მოგვარეებმა, ლიახველებმა, ვინც სამაშობლოში ცხოვრობთ, იმ ადამიანებმა პირველ რიგში სიმბოლური თანხა, ადრე ვამბობდი რომ ერთი თეთრი იყოს და ერთი თეთრი მე მგონია დეფიციტია და ვერ ვიშოვით, ამიტომ 10 თეთრი იყოს. 10 თეთრი შევკრიბოთ ყველა მთელმა მოსახლეობამ და სრულიად საქართველოს ყველა მივიღოთ მონაწილეობა და ეს გამარჯვების ხატი ხას უსვამ, ეს არის გამარჯვების ხატი, სადაც აღარ იბრძვის წმინდა გიორგი და დაფხუნული ყავს ბოროტი ძალა. აი ესეთი მშვიდობიანი დიპლომატიური მეთოდებით მოვიპოვოთ გამარჯვება საქართველოს გაბწყინდეს, იყოს მდიდარი, ძლიერი, წარმატებული და ყველაფერი საუკეთესო გქონდეს ქართველ ერს. თავის საზღვრებში აღდგენილი იყოს როგორც იყო აი დავითის, თამარის და შემდეგ უკვე გიორგი მწყირვალის. აი ეს არის ჩემი სურვილი და ამისათვის მოგიწოდებთ რომ 10 თეთრი რო შევკრიბოთ, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, თქვენ თვითონ მასაკენით მოიძიეთ თუ გინდათ ესა ჩამომსხმელი ბრინჯაოში და ჩამოვასხათ ძლევის წმინდა გიორგი და შევწიროთ პირველ რიგში სამაჩაბლოში წმინდა გიორგის სალოცავი არსებობს, როგორც ლომის სალოცავია, ასეთი ძლიერი ფარსმან ქართლის მეფის მიერ აგებული მე-6 საუკუნეში. აი იმ სალოცავს გერის სალოცავი ეწოდება და ზუსტად იქ ავაბრძანოს ეს ისა ჩვენი ხატი, რათა სრულიად საქართველოს იყოს გაძლიერებული და გაბწყინებული. აი ეს არის ჩემი სურვილი, რაც მიდოდა მეთქვა.